ყოველთვის ვცდილობ, რომ ხაზი გაუსვა გამოსავალი რაში მდგომარეობს და ჩემი აზრით, აი ძალიან მოკლედ ეხლა რო არ წავიღოს ამ თემამ კიდე დიდი ხანი, ძალიან მოკლედ აქაც ვიტყვი რა. საერთოდ გამოსავალი არის მეგობრებო იმაში, რომ ხალხმა ხალხი პოლიტიკურ ძალას დაუდგეს გვერდში. სხვანაირი გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ როგორი კანონი არსებობს, იცი ასეთი ბუნების კანონი შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც მიზიდულობის ძალა არსებობს, ეგრევე არსებობს ბუნების კანონი, რომ საერთოდ ადამიანი როცა მაგალითად როცა ეშინია ადამიანს, ხო? ის უფრო იჩაგრება. ეგრე მუშაობს, ანუ ზოგადად შიშარა ადამიანი უფრო იჩაგრება. და იმისთვის რომ არ დაიჩაგროს ადამიანი, ხო? გაბედული ნაბიჯების დემონსტრირება უნდა მოახდინოს. სინამდვილეში მეორე მხარე მაგას უყურებს. მეორე მხარემ თუ დაინახა რომ შენ რაღაცებს აგიკრძალაოს, რაღაცებს უფლებას არ მოგცემს და შენ ბოლოს ადამიანურ ურთიერთობაშიც თუ ვიღაც შეურაცხყოფას გაყენებს და თუ ადეკვატურად არ რეაგირებ, უარეს გაგიკეთებს. აგრესიის შემცირება კი არა. უარეს გაგიკეთებს. უფრო მეც ხო, ამიტომ გცემს. ბოლოს გცემს ხოლმე. ხო და ამიტომ აქ სინამდვილეში არის ასეთი რაღაცა. მთავრობა მაგით არის დაკავებული. მთავრობა არის დაკავებული ასეთი რაღაცით, რომ სანამ გასდის კადრულობს, იმიტომ რომ გასდის. ხო და აქ სინამდვილეში ხალხის მხრიდან არის ასეთი რეაქცია, აი ნაკლებად არის ასეთი მიდგომა საჭირო, რომ აი მე ხმას ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ ორი კაპიკი მაქვს თქვათ ოჯახში მისატანი და ასე შემდეგ, ყველაფერი მესმის, მაგრამ უბრალოდ უნდა გვესმოდეს რაზეც ვამატებ. ვინმე საწინააღმდეგო კი არა მაქვს, ვინც თავის ოჯახში რაღაცის მიტანას უზრუნველყოფს და მაგაზე ნერვიულობს. პირიქით, მე უბრალოდ ვამატებ იმას, რომ უარეს გიზამე. და ეგ რო არ მოხდეს, მაგისთვის არის საჭირო. იმისთვის არის საჭირო, რომ აი საკითხი დადგეს ასე. ქართულ ოცნებასთან მხარდაჭერა, ქართულ ოცნებასთან დგომა, მხარდაჭერა არ შეიძლება. არ შეიძლება პირდაპირ ღიად დემონსტრაციულად უნდა დაუჭირო ახალ ძალას. ეხლა ნაცებს ნუ დაუჭერო ოღონდაც, ხო? ეხლა ქართულ ოცნებას არ უჭერდა, ნაცებს თლაუარეს მაშინ ხალხო. ახალ ძალას უნდა დაუჭირო. ხო და მაგას თუ არ აკეთებ, მაშინ ეგ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უარეს გიზამს. და აი ეგ არის. ამიტომ ამ ფასების თემაზეც, ხო, ეხლა რომ აქტიურობთ და ზოგადად ხალხში რომ არის მაგ მიმართულებით ოცნებაზე დარტყმა, მაგის გამო უწევთ რაღაც კოსმეტიკური, რაღაც ასეთი მოტყუების და ფანდების ჩატარება, ხო? ეს ეხლა რა თქმა უნდა არავინ არ უნდა იკმაროს. ხო, ამით ხო არ უნდა მოტყუდეს, არა ვიღაცამ თავი ხო არ უნდა დაიმშვიდოს, ეხლა ეს უიმე რა კაია, ის ფასდაკლებული პროდუქცია ეხლა ერთად დააწყეს და რაღა გვიჭირს, ხო? აქ სინამდვილეში ყველამ უნდა, ეს არის ტყუილი და ყველამ უნდა საკითხი დააყენოს ასე, რომ მეგობრებო, საერთოდ ლაპარაკი დაიწყო იქიდან, რომ ისევ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ მაგ ყველაფერს, ხელოვნურად აქვთ მომატებული ფასები. ეს თემა სად გაქრა? სად გაქრა ეს თემა? ამ თემის მოსაგვარებლად, სხვათა შორის შეიქმნა კომისია. ის კომისია რომ გამოდის და ლაპარაკობს ეხლა რომ არა ჩვენ უბრალოდ ფასების საკვლევად შეიქმნა ჩვენი კომისია. არ შექმნა არავითარი ფასების საკვლევად. ეგ კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასები რატომ არის მაგის საკვლევად და გამოვიდა ეგ კომისია და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს ხო შედეგად. ამიტომ ძალიან მარტივია ამ თემაში ხალხი ისევ აი მაგალითად ხა ჩვენი აქტიურობაც ქონდა ხო ამ თემაზე, ფასების თემაზე და ზოგადად სოციალურ თემაზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ერთი რაღაცა დაიმახსოვროს ხალხმა, თუ ასეთ საკითხებზე არ შეუძლია ორგანიზების დემონსტრირება პოლიტიკურ ჯგუფს და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ის
ზოგადად უფრო რთული პრობლემების მოგვარებაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.